შუა დღეებში დობისა ქალბატონებო და ბატონებო მე როზა და კლარა ესე პირდაპირ ეთერში შემოგიერთდით კარგი დღეა დღეს აი არ ვიცი ჩემთვის განსაკუთრებით კარგი დღეა რატო? იმიტომ რომ ქალბატონების დღე არის და არ ვიცი ეხა ეს ფენომენი შედევრი ქნილება სულ ვამბობდი რომ მე ხო არქიტექტორი ვარ პროფესიით ღმერთი არის ყველაზე მაგარი არქიტექტორი თქო ვამბობდი იმიტომ რომ შემოქმედიდან შემქმნელია აი რომ ესეთი რაღაც ვიღებთ მოგონი ჩვენ კომპლიმენტებს მიდი არ გაჩერე ხო და გადასარევი ეთერი მაქვს იმიტომ რომ მე ერთი მამრი ამდენ არაჩვეულებრივ ქალბატონთან ერთად შემოგიერთით ამ 8 მარტს და თან როგორ ქალბატონებთან ერთად რომელსაც წარდგენაც არ ჭირდებათ და რომლებიც არიან მაგალითები თუ როგორი ვაჟკაცი უნდა გაზარდოს დედა. აი ესენი არიან და კიდე არ არიან ჩვენთან ის ქალბატონები ვისაც ეკუთვნის ეს სიტყვები. აუცილებლად მინდა დაგეთანხმო აი რაც ახსენე ახლა ნამდვილად მაგალითები ხართ ჩემო ძვირფასო ქალბატონებო გილოცავთ დღევანდელ დღეს პირველ რიგში და მადლობას გეტყვით აუცილებლად ძალიან დიდ მადლობას იმისთვის რომ გაზარდეთ აი ასე სწორად თქვენი შვილები და ეს არიან ადამიანები რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის სახე მოდი ალბათ ესე უნდა ვთქვათ აი და რეჟიმის ტყვეებზე ვსაუბრობ მიხვდებოდ ალბათ ჩვენი მაყურებელი ანა მეც უცებ ვიტყვი რა მათ ჩემი მხრიდან მინდა რომ მადლობა გითხრა თითოეულ თქვენთანგან ასეთი შვილების აღზრდისთვის დავესესხები ანას ამ შემთხვევაში მაგრამ მე არ ვარ ალბათ გამონაკლისი ვინც და მე და ანა არ ვართ უფრო სწორად ის გამონაკლისებს შორის ვინც ამ მადლობას გეტყვით თქვენ იმიტომ რომ თუ კი ვინმე იმსახურებს დღეს უდიდეს მადლობას ასეთი დედობისთვის ასეთი შვილების აღზრდისთვის ხართ თქვენ ჩემო ძვირფასებო ძალიან ლამაზებო საამაყოებო და მართლა მაგალითის მიმცემი ხარ თითოეული ჩვენთაგანისთვის ჩვენც დედები ვართ ზოგი მომავალი დედაა ხო და რაღაცნაირად მაგალითს ვიღებთ რომ ასეთები უნდა ვიყოთ ჩვენც ასეთი სულისკვეთებით უნდა აღზარდოთ ჩვენი შვილები იმიტომ რომ თქვენ ისეთი შვილები აღუზარდეთ საქართველოს რომ ამისთვის თითოეული ჩვენთაგანი ქეთს ვიხრით თქვენს წინაშე და მადლობას გეუბნებით ამისთვის რომ ასეთები ხართ და ასეთი შვილები აღუზარდეთ კიდევ ერთხელ ვამბობ საქართველოს რომლებიც ბოლომდე სისხლის ბოლო წვეთამდე ერთად ვიბრძოლებთ მათი თავისუფლებისთვის და ისინი იბრძოლებენ თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად ამიტომ ვუერთდები მათ მადლობას და გიხდით კიდევ ერთხელ მოკლედ ხო ხომ არ წარადგენდი სტუმრებს აუცილებლად წარვადგენ რა თქმა უნდა და მოდი პირდაპირ ესეთი სტატუსები აქვს რომ დედები არიან დღეს ჩვენი სტუმრები რა თქმა უნდა ქალბატონი მარინა იკაკაციას დედა ქალბატონი ნანი გიორგი მინდაძის დედა ქალბატონი მარისი თორნიკე გოშაძის დედა ქალბატონი ეკა ნიკოლას ჯავახიშვილის დედა და ქალბატონი ლელა საბასხვიტარიძის დედა კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გილოცავთ ამათ მუდამ მინდა რომ იბრძინოთ თქვენი შვილების და თქვენი სამშობლოს ბედნიერებით რაც თავარია მოგესალმებით ჩვენც მოგესალმებით როგორ დავიწყოთ საუბარი? საიდან დავიწყოთ? ძალიან რთული კვირა იყო თვითონ თქვენთაგანისთვის დამეთანხმებით. ამაზე საუბრით მინდა რომ დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი ეთერი. ძალიან რთულია, როდესაც შულს უყურებ საპატიმროში, მაგრამ მე ჭვი მაქვს რომ თან რაღაცნაირი სიამაყის განცდა ახლავს ამ ძალიან დიდ ხო განცდასთან. დიდ ნამდვილად, იმიტომ რომ შეუძლებელია ასეთ შვილით არ იამაყო. მოდი დავიწყოთ ქალბატონო ნანი თქვენგან და მიუყვეთ მე თითოეულ თქვენთანგან გადმოვალთ რა თქმა უნდა. როგორც ვახსენე უკვე ძალიან რთული კვირა იყო, მაგრამ მოდი დავიწყოთ თქვენი დედობით პირველ რიგში და თუნდაც გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც პატარა იყო. მოგესალმებით ყველას, ძვირფასო ქალბატონებო. გილოცავთ დღევანდელ დღეს თავარი ცხოვრებაში სიკეთე. მიკროფონში თუ შეიძლება ძალიან ბოდიში. ой, შენი არ გვახსოვდა არავის საფრთხე. თავარი თელ ცხოვრებაში ღიმილი არ გაგვიქრეს სახედან და ჩვენ ვაჟკაცებთან ერთად სულ ბედნიერი ვყოფილი ხავით მომავალ დედებს სიკეთე და ყველას ბედნიერებას გისურვებთ. მადლობა მოწვევისთვის. ასე გულიანად რო გულთან მიგავთ ჩვენი მდგომარეობა და გვაძლიერებთ ამ ყველაფრით ხალხო. ძალიან რთული დღეებიც გადავიტანეთ. კიდე მოგვიწევთ რთული დღეების გადატანა, მაგრამ მე ხმამაღლა და ამაყად ვიტყვი. არ ვეცემი, არც დავეცემით არც ერთი. ხელჩაჭიდებული დედები ვივლით
სანამ ჩვენ შვილებს ხელს არ ჩავკიდებთ. მერე უფრო ამაყად ვივლით. მერე უფრო ბედნიერი სახით ვივლით. იმიტომ რომ იმ ვაჟკაცების გვერდით ვიქნებით, ვინც დღევანდელი ცხოვრებისთვის საჭირო ნაბიჯი გადადგა. მე გიორგისთვის არც საყვედური მithქვია და არც ვეთყვი არასოდეს. დღეის დღეობით მე ყოველდღე რუსთაველზე ვარ, შეძლების დაგვარად. უნდა დამდგარიყო, მეტიც უნდა გაეკეთებინა. ვაჟკაცმა სამშობლო სიყვარული თუ არ იცის, მაგან არც დედის სიყვარული იცის და არც ღვთისმშობლის სიყვარული. ყველა მიცით, როგორი მდგომარეობაა ჩემსა და გიოს შორის, მაგრამ უფალს მადლობა იმისთვის, რომ რა სიყვარულით ჩავდე გიოში ორმაგად დამიბრუნა, სამმარც ისეთი სიტყვებით დამირეკა, რომ აი ალბათ ყურში რომ მესმოდეს ყოველ წუთს მინდა. დედა, ყოველ წუთს შენ გვერდითა ვარ, არასოდეს არაფრის შეგეშინდეს, პატარაობისას იცოდა ხოლმე შენი გიო სად არისო. დედიკო, ეხლა სულ ამბობს, შენი გიო სულ შენთან იქნება და შენ გვერდით ვიქნები და მეყვარები მუდამო. ყველას გისურვებ შვილების დიდ სიყვარულს, ბედნიერებას და ჩვენი სიამაყე ამ წუთას დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე კი არის ლამაზი შესახედი, მაგრამ უფრო ლამაზი ყოფილიყო სულ ყველას გეუბნებით, რომ გაბწყინებულ საქართველოში რო ვიქნები და ჩვენ რუსთაველზე შვილები ხელჩაკიდებული რო გამოვალთ, გუშინ კი მუხლის ჭოკით დავდეგით, იმიტომ რომ დიდი ხელები არ აქვს. ამდენ ხალხს რომ მოგეფეროთ, გულში ჩაგიხუტოთ, ვინ ჩვენთან ხართ, მაგრამ მე ამაყად ხელჩაკიდებული ყველას გაგწვდებით. მე ძალიან გამჭირდება ეხლა გადასვლა. სანამ გული გამისკდება, ცოტა იზრუნეთ ჩემზე და გადაგეთ. თუ შეიძლება დანარჩენ ალბათ დაბადების დღე იყო, ნიკა კაციას დაბადების დღე იყო 25-ში, ხო და სამწუხაროდ ასე მოხდა, რომ იქ მოუწია დაბადების დღე და ეხლა ცოტა სანამ შემოვიდოდით ეთერში, საუბრობდით. არ ვიცი, იცით, კითხვაც როგორ უნდა დავსვა, არ ვიცი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორ ახერხებთ თითოეული თქვენგანისგან მაინტერესებს ეს. რომ წარმოვიდგენ თქვენს ადგილას თავს და ძალიან ხშირად წარმოვიდგენ ეს დღეები ალბათ სხვა საფიქრალი არც არავის აქვს. როგორ ახერხებთ იმას, რომ როცა თქვენი შვილი იცით რა მდგომარეობაშია, თქვენ აი ასეთი ძლიერები იყოთ. აქ ვეცემ ხოლმე ჩემს თავს პასუხს ამ კითხვას რომ უსვამ, თუმცა თქვენგან მაინტერესებს, მაინც მოვისმენდი. კი, ნამდვილად ასეა. 25-ში გახდა პირველ რიგში ყველა დედას ვილოცავ და მომავალ დედასაც დღევანდელ დღეს 8 მარტს. ნიკა კი იტყვის, არც 8 მარტს ვაღიარებ და არც დედის დღეს. ერთი ცალი რა არისო, ყველა დღე დედების და ქალების კი, ასეთი განწყობით არის და ეხლაც როცა მომილოცა, მაშინ ითხრა, რომ ერთი ცალი დღე ხო იცი რომ არ მყოფნისო. არც როგორც დედისთვის და არც როგორც ქალისთვისო, მაგრამ მაინც რახან მიღებულია გილოცავ. დე მიყვარხარ ასე, დე ყოველთვის ასე მომართავდა. თავიდან ძალიან რთული იყო, ახლა ის მიკითხეთ, როგორ ხართ მომხნეთო. თავიდან ძალიან რთული იყო, რამდენიმე დღე. დარწმუნე, ყველა დედა ასე იყო. გადავლახეთ. ჯერ გვაძლიერებს ჩვენი შვილების სიძლიერე. მერე ისევ ნიკას დაუბრუნდები, ნიკა ისე მხნეთ გრძნობო თავს, ისეთი ლამაზები, ისეთი საყვარლები, ყველას ერთად რო გხედავთ ახლა ეს კადრებში გხედავთ. ამ ამბავმა შეკვრა ეს დედები, სიძლიერე საზოგადოების, ვიღაც უცხო ადამიანი მოდის, თანაგრძნობას გიცხადებს, გამხნევებს. ეს სიძლიერე მე როცა პაემაზე შევდივარ ხოლმე, თუმცა გუშინ პრობლემა შეგვექნა ამასთან დაკავშირებითაც, რომ შევდივარ, ხო ვერ გავიგეთ. გუშინ პასუხობდნენ, ვრეკავდი ცხელხაზზე, პასუხობდნენ, ჩვენ ამ ინფორმაციის გაცემის უფლება აღარ გვაქვს. როგორ ხო უნდა გავიგო, როდის უნდა შევიდეს, სანამ ამბავი არ ავტეხეთ უფრო ჩემაშვილმა. სანამ არ ვიყვირეთ, სანამ ნერვები არ დაგვაწყდა და მე ზედიზად ორი მესიჯი მივიღე, ნუ ორჯერ, 4ჯერ გვაქვს შეხვედრის უფლება, მაგრამ მე ორ წლის დროში. ალბათ სხვაებიც ასე აკეთებენ, რომ მარტო მშობლებს ხომ, მაგრამ მეგობრებსაც უნდათ რომ ხმა მიაწვინონ და ელაპარაკონ. ეს ისე გვაძლიერებსო და თქვენ მხნეთ გხედავთო, ჩვენც მხნედ ვართო. ჩვენ პირიქით
მშობლები იმათ რო და იქიდან რო გვეუბნება რას ლაპარაკობ, გამარჯობა გარდაუვალია, რას ლაპარაკობ, აი ისე არიან. ერთ პაემანზე რო შევედი, იქიდან რო გამოვდიოდი, ახლა სხვა ოჯახის წევრს შევხვდი და მე ვთქვი, როგორ არის ნიკა, ერთმანეთს ვეკითხებით, როგორ არის ნიკა და მე ვთქვი, აი ესე თქვა, რომ იმაზე ადრე გამოვალთ, ვიდრე თქვენ გგონიათ. რა ვქნა ამათმა იხუმრა იმანაც. რა ვქნა ამათმა აქ უფრო მეტი იციან, ვიდრე ჩვენ გარეთო? ხო, აი არ ვიცი და ეს გვაძლიერებს, თავიდან მართლა ძალიან რთული იყო. ძალიან რთული. და მე რო გაიაზრებ რატო რისთვის ახლა წეგან საუბრობდი რომ ახლა 35 წლის უკან რა მოთხოვნებიც მექნებოდა, ის თუ მექნებოდა დღესაც და პლუს ახლა შვილი ციხეში, ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ნუ უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოდი ქვეყნის შვილებისთვის 100. ეხლაც 100-ია. ეხლაც 100-ია. უბრალოდ ახლა ამ ბრძოლაში შვილებმა გაგვასწრეს მშობლებს და ახლა ვიბრძვით ისევ იმისთვის, მათი თავისუფლებისთვის. არ ვიცი, მაგრამ თქვენ ისეთი ფარი ხართ თქვენი შვილების, აი ზუსტად როგორი განწყობა ჩვენ შვილებს აქვს, ისე გვაქვს ჩვენ და საზოგადოებაც, საზოგადოების სიყვარული. და ჩვენც ხნედვად არც გვაქვს უფლება. მე კი მაგ დავიღალე ძლიერი ხალი ვარ, მეთქი ამან დამღალა მეთქი, მაგრამ დაღლის უფლებაც რო არ და არავითარ მოდუნების, არავითარ შემთხვევაში. და როგორც ჩემი შვილი იყო და გამარჯობა გარდაუვალი, აუცილებლად მივაღწევთ მისანს. გამარჯობა, მართლაც გარდაუვალია ამას. ამაში ყველა დარწმუნებულები ვართ კი და ქალბატონი მარის გისმენთ. მოგესალმებით, გილოცავთ ყველას ქალებს. ბედნიერი ყოფილიყო სხვალინდელი დღიდან ყველაფერი. თქვენ რა თქმა უნდა ჩვენ ხელში გაიზარდეთ. თქვენზე ლაპარაკობთ. ხო, ყველა. მადლობა ამისათვის რომ მოგვიწვიათ დღეს და მოგვეცით საშუალება და იმედიანად თუ არ რა თქმა უნდა მე ყოველთვის ვამბობ რომ როცა ცნობადი სახეები ქუჩაში დგანან ჩვენთან ერთად რაღაცა თუ მგონია რომ ეს ყველაზე დიდი ძალაა მიუხედავად იმისა იმათაც დასდევს პოლიცია და იჭერენ მაგრამ მაინც რაც შეეხება თორნიკეს თორნიკე ძალიან ლაღი იყო საერთოდ ბავშვობიდან ძალიან იუმორიც ჰქონდა ხათრიანიც იყო არასოდეს არ ხელი არ ამიწევია, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ არასოდეს არ ყოფილა ამის არ დაუშვებია ისეთი რამე, საბაბი ხო, რომ აი სცემო მინახია დედები, რომ ძალიან სცემენ ხანდახან შვილებს. და ვთვლი, რომ ეს ყველაზე კარგი მიდგომა არის შვილის მიმართ, იმიტომ რომ მე ორივე შვილი ასე გავზარდე და რა ვიცი, ვთვლი, რომ კარგად გამომივიდა, იმიტომ რომ დედაჩემი იყო ძალიან მკაცრი და შეიძლება იქიდან მოყოლებულია ეს. რაც შეეხება თორნიკეს ბრძოლას თავისუფლებისათვის მე ზუსტად 25 წელს ვიყავი 9 აპრილის დროს და ხანდახან ვფიქრობ შეიძლება გენებით მოდის ეს მაგრამ მე დღეს თორნიკეს გამო არ ვდგევარ ქუჩაში მე მაინც ვიდგებოდი ქუჩაში თორნიკესთან ერთად აუცილებლად ვიდგებოდი ყველაზე დიდ საერთოდ ვარ ძლიერი ადამიანი იმიტომ რომ მე არ შემშინებია რუსული ტანკის მაშინ და ცდილობდით რომ ძალა გქონებოდა ალბათ გადავაბრუნებდით იმ ტანკს ქუჩაში და ამიტომ არ მეშინია ხა ჯარიმა ვიღაცა მომცეს და ან თუ გინდაც დამიჭიროს ამათ თუ გონიათ ეხლა რომ ჩვენ გვეშინია მე ალბათ იმიტომ დამირეკეს რომ გზა გადაკეტეო რომ ეხლა დედა ეხლა იქნებ შევაშინო და დანარჩენ დედებს შეეშინდეს არავის არ ეშინია ამ ჯარიმების ნელა ქნან ქარმა არ წაართვა ასტრო გადავიხდი მე მაგ ჯარიმას სასამართლო მაგ 19-ში და ნახოთ თორნიკეს ადვოკატი გამომყვება ალბათ იქაც ხო და სიტყვაც მომზადებული მაქვს კიდე იმ მოსამართლისთვის წინასწარ ადვოკატი არ გჭირდება ადვოკატი მომყვება ალბათ არა იჭდეს მაინც გვერდზე რა იცი ის მაინც იყოს იმიტომ რომ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი და რა იცი ხო იმასამართლემ უკვე იცის ხო მაინც იურისტია ის და ხო 41-ში ეს არის ის მე მგონი მე სპეციალურად იმიტომ რომ საჩხერი ძალიან ბევრს ლაპარაკობ საერთოდ იმ საბას ადმინისტრაციულზე შემთხვევით მოხდა 4 დარბაზი და საბარი ახლებში და დაუწყეთ შაყირი რა 4 გასამართლებს და უცბად
გაჩერდა სასამართლო და გადაგვიყვანეს 51. ხო ხედავ, ხო და ჩემიც თქვი სიმბოლურია მეთქი ალბათ 51, რომ დამირეკეს და მითხრეს, იმას ვერ უთხარი, ვინც დამირეკა, სიმბოლურია ეთყობა მეთქი 51, მეთქი მადლობა მეთქი, რაღაცაც რო არის მოსამართლეო, ესიც რაღაც ცოტა უცნაური გვარია. ხო და ასე რომ ველოდები ახლა მე უბრალოდ ესენია, ხო. ჩვენ ერებზეც ეყვა. ესეც, მაგრამ ძალიან ხნეთ იმიტომ ვარ ჯერ ისედაც ახლა რაც არ უნდა იყოს რა უნდა ახლა დაიჭირეს შეგაწყობინეთ აი არ შევიდე რომ აი ყველაზე ძალიან ეხა ზუსტად ვიცი რომ მაგრად ეწიწკნებათ ნერვები ზოგ-ზოგი ერთებს აი თქვენ რომ ესე დღიმილიანს ხედავთ რომ ვერ დაგაღურიმათ და ვერ მოგაწყინათ ვერაფერმა არა აი ხმამაღლა არა ხანდახან ნანი მიცის ხოლმე ცრემლებს გადმოხრის და მიმინოშვილის დედა მე იმ დღეს მოთმინებიდან ემოციურები არიან ხო მეც შეიძლება მიტირია სახლში მაგალითად მაგრამ იმ დღეს ძალიან გამოვიდი მოთმინებიდან იმაში სასამართლო დარბაზში სხვათა შორის აღარ ბრაზობ პროკურორებზე კი არ ბრაზობ იცით რატო აი რო თქვენ ალბათ უყურებთ ეკრანზე აი ესე ზიან ჩვენ ეხლა რო ვსაუბრობთ ხო გიყურებთ ჩვენ გიყურებთ თქვენ ხო ეხლა სადღაც რო ვიყურებოდე და არ გიყურებთ ისინი არა არც ბავშვებს აი ესე ზიან და კითხულობენ იქ რამეს ხედავენ თუ რას რატო აწევენ დაზეპირებული ტექსტი აქვს უბრალოდ ეს ძალიან რაც მივხვდი ეშინიათ წევლის იმიტომ რომ მივხვდით რომ წევლის ეშინიათ იმიტომ რომ ტყუილს ლაპარაკობენ და ეს ხო იციან რომ ტყუილს ლაპარაკობენ მე თორე კანონს მიიღებენ ხა წელვასაც ლაგზავნა მე სანამ კანონი მიუღიათ მანამდინ ვემუქრებით რომ ხო ხო ესე გამოდის ერთი ანეკდოტი გამახსენდა ხო იცი ხო ეთერში ვერ მოყვე მაგრამ არის ეგეთი ანეკდოტი რომ პოლიციელი რო ეულება რომ თვალმძღოლს გააჩერებს და ეხლა გაგინეფო და დაგიჭერო ქცევო მაშინო ცემაზეც დაგიჭერო და წყელაზე არისო რამე და წყელაზე მუხლი არ გვაქო და შენ გაგიხმეს ეგ ხო და ყველაზე კარგი რაც არის ჩვენთვის ეხლა მიტო გვაკეთყობა ესეთი ხასიათები და ესეთი ღიმილიანი რომ აი არ ვიცი ეს ბავშვები საოცარი დედები ყავთ ხო შეიძლება ვიღაცა ვერ მოდიოდეს ვიღაცა რაღაცნაირად იყოს არა შემართებით რომ აი რო დაგჭირდეს მართლა იარაღს ავიღებთ ხელში ალბათ რა მართლა იარაღს ავიღებთ ხელში ეხლა შეიძლება მართლა ამის გულისთვის გადაგიგავ თქვა კი მოწოდება ხო ის ხანდახან ისე მწარდები ხო აი მიყურები ამ 7 ადამიანი და უცბად ძალიან აღელვებული მე ამაყი ვარ ჩემი შვილი და ამაყი ვარ ყველა ამ შვილებით ვინც არიან ამაყი ვარ თქვენით იმიტომ რომ თქვენ ჩვენ გვერდში დგეხართ ეხლა ღმერთმა დაგვიფაროს რომ ყველა იყოს ხო ეს არის ყველაზე დიდი სიძლიერე ნანიმ თქვა რომ ჩვენ წუხელი მუხლი ჩოქა ჩვენი შვილების ბანერებით დავდექით და ეს იყო მადლიერება ვიძახით მადლობა სულ ვუხდი მე სულ გამოვდივარ ხმამაღლა ლაპარაკობ მაგრამ ამით გამოვხატეთ ყველაზე დიდი მადლიერება რომ ჩვენ შვილებთან ერთად მუხლიჩოკა დაუდექით საზოგადოებას იქ მყოფებს რამოდენიმე ცალ ადამიანს ცალები იყვნენ იქ რამოდენიმე ცალი ადამიანი იყო ეს როგორც ის იძახეს კახი კალაძე რამოდენიმე ცალი ხო ამიტომ ხო დღეს 101 დღე არის და დღეიდან ახალი ეტაპი იწყება მე ასე ვთვლი ახალი ეტაპი იწყება დღეიდან ჩვენ დღეს 8 მარტია და ყალები ვიწყებთ ამ დღეს რადგან ქალთა დღე არის და მე რა თქმა უნდა მადლობას ვუხდი მთელ საქართველოს მოსახლეობას ვინც ჩვენ დღეს ჩვენ გვერდში გვიდგას და იმასაც ვიტყვი რომ ძალიან ვერ გამოდის სახლიდან მადლობა იმათაც და ვინც დღეს ამ რეჟიმს ამართლებს იმათი საქართველო არის თუ არის თავიანთი სახლი და თავიანთი ეზო იმათ საქართველო არ აქვთ მე არ ვთვლი რომ იმათ საქართველო აქვთ ისინი ჩართავენ იმედს და უყურებენ სერიალებს ალბათ არც პოლიტიკას არ ისმენენ იმ იმედზე ასე ვფიქრებ არ აინტერესებს იმიტომ რომ ჩვენი შვილები ჩვენ იქიდან გვანხნევენ ისინი იყვნენ იმ დღეს ლაღები და ხეგაშლილები აი როგორი სურათი გორგოძა და ყველაზე მნიშვნელოვანი იცი რა იყო როცა მიმინოშვილი მათ თქვა რომ მე წელი ამტკივდაოდათ შეიძლება ფეხზე დავდგეო და დადგა ფეხზე ჯავახიშვილი უკან იჯდა და მასაჟებს უკეთებდა
წელზე. და მე ერთმა ბავშვმა მოითხოვა წყალი და ის წყალი სულ ყველამ დალიე ჭიქიდან. განაუთხრეს რომ ეს ერთი ჭიქა მოვიტანეთ და ყველამ დალიეთ რა არის პლასმასის ჭიქა. მაგრამ იმ მან ბოლომდე არ დალიე და ყველამ მოსვა ეს წყალი. იმათმა იქ გაიცნეს ერთმანეთი იმ ბავშვებმა. და ალბათ მადლიერები არიან იმისიც კი რომ აი ესეთი კარგი საზოგადოება ერთმანეთს რომ საუბრობენ იცი როგორ უსმენენ ერთმანეთს უსმენენ თვითონ პატიმრები იმიტომ ჩვენ თვალს არ ვაშორებთ იმ სულ იქით ვიყურებთ რა თუნდა ბევრი ლაპარაკი სახეებზე რომ შეხედავ ამ ადამიანებს და გიხარია მართლა გიხარია იქიდან აი სულ წერს თორნიკე უამრავ წერილს წერს იქიდან უამრავ წერილს გზანის და ყოველთვის აღნიშნავს ამის წინ მითხრა რომ დედა ან სადმე წაიკითხე ან სადმე გაავრცელე ეს წერილი იმიტომ რომ ძალიან დიდ მადლობას უხდის საზოგადოებას რომ მე ვიპოვე ჩემი ადგილი ცხოვრებაში ამას ამობს იმდენი სიყვარული დამემსახურე მიუხედავად იმისა ყველგან სიყვარულს იმსახურებდა და მადლობა რა თქმა უნდა დედებს ესეთი კარგები რო არიან და უამრავი მეგობარი შევიძინე მე პირადად მეზობლები მეუნებიან აღარავინ აღარ გინა უბრალოდ დრო აღარ აქვს ჩვენ შეგადარბენას ვარ მაგრამ როგორ არა ხანდახან ისე მინა ხანდახან ისე მინა იმ კარგ მეზობელთან დავჯდე და ყავა დავლიო და დამშვიდე ხო ძალიან მალე მოვა თქვენ ცხოვრებაში მაგის დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად მე ვაფრთხილებ ყველას ჩემ უბანში მაგალითად მარშრუტკაში შევარ ვამბობ რომ ვინც სახლა თორნიკეზე კითხვას დამისმებს აქ კოცი თუ ინმეზე ხართ ხმა არ გაიგო მიეფიცებით იმ თორნიკეს თავს ხმა არ გაიგო თვალებს დაგთხრით ვიღაცას იმიტომ რომ და არავინ არიზობს აღარავინ არის ჩემი ეშინია და არ ვიცი მე დარწმუნებული ვარ მაგრამ მადლობა იმ ჩემ მეზობლებსაც ისეთ სითბოს იჩენენ ისეთ სიყვარულს მადლობა იმ ყველა ერთ პოზიციაზე ვერ ვიქნებით და მყავს მე ეგეთი გააგვერჩი მდგომი ადამიანები ვინც კითხულობს ჩემი შვილის მდგომარეობას და ვინც არ კითხულობს ღმერთმა იქით იმ კაცისკენ გაუშვას იმ ვირთხა კაცისკენ რომელიც მალე დატოვებს საქართველოს მე არ წარმომიგენია თუნდაც სხვა პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა გულთან ახლოს არ მიიტანოს იმ საოცარი ახალგაზრდების ძალიან ბევრია მარიამ ვიცი რომ არის მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია რომ არსებობდნენ ასეთი ადამიანი ყველაზე შინაური იმ დღესვე რო გეტყვის არ ვიტყვი ხლა ვინ არის თვითონ მიხვდება თუ მიყურებს ყველაზე შინაური ოჯახის წევრი რომელიც არის იმ ხარეზე ხო ვთქვათ მაგრამ შენ გათენდა დილა და თელეგრამი გაათენე ტირილში მე და ჩემმა შვილმა ის თავისთვის ტიროდა გოგო და მე ჩემთვის ის უფროსია და ხო იცი პატარა ძმა მაინც და დილა რო გათენდება და არ გინდა რო თქვა ეს ამბავი 12 პოლიციელი რო ჭიშკართან მოვა ყველა გაიგებს იმას მეზობელი საკუთარი სახლია ჩემი და პირველი დილის 9 ნახევარზე რო დაიწერება Facebook გვერდზე რომ გააქეზეს მურია და შეაჭამეს მგლებსო ეს ეკუთვნოდა იმ წუთში მე და ჩემ შვილს და თურმე 25 წლის ბიჭს ჭირდება რომ დედამ გააქეზოს ნეტა დედას ჭკუაზე იარონს ყოველთვის შვილებმა სად არის ეგრე ეხლანდელი თაობა ხო ენაცვალოს ჩემი თავი ჩემ შვილს და ყველა ამათ შვილებს რომ ისინი იდგნენ რუსთაველზე კიდეც რომ მოიხადონ ციხეები ამ ბიჭებმა ღმერთო დაგუფაროს ეს არ მოხდება ისედაც მეტო რომ ეს კაცი შემძვრალია იქ ვირთხასავეთ იქ რა ქვია კლდეში აუცილებლად წავა აუცილებლად და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ლაღები ჩვენ შვილებთან ერთად აუცილებლად კიდევ ერთხელ შევიკრიბებით უფრო კარგად და ჯით ჯაჭვს შევკრავთ საქართველოს თქვენ შვილებთან ერთად გეუბნებით ყველაც თავარია ჩვენთან ერთად მიუხედავად იმისა რომ სუ არის ეგეთი ხათრიანიც ალბათ პირველი იქნება რომელიც არ იტყვის უარს მოვიდეს სტუდიაში და ხმამაღლა არ დაუშვებთ ჩვენ მაგას ეკა მოდი გადმოვახოთ თქვენთან და ნიკაზე უნდა მომიყვეთ რომელიც აიგეთ ცოტა ხნის წინ ხალბატონმა თქვა რომ უკან მასას ყოველთვის ეგეთი იყო ყოველთვის ყურადღებიანი იყო პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისთვის დიდი მადლობა ყველას მთელ საქართველოს მხარდაჭერისთვის და ძალიან უდიდეს მადლობას ვუხდი მარია ოთინაშვილს ნიკას შეყვარებულს რომელმაც აი კოლოსალური ძალები ჩადო, აი ყველაფერს აკეთებს ამაგისოთ, რომ აი სულ რო ფიქრობს, ეხლა რა გავაკეთო, აი ეხლა რა მოვიფიქრო, რომ აი რაღაცით დავეხმარო, იქნებ გამოუშვან. იბრძვის თავისი რაინდისთვის ესე ვთქვათ. ნიკა რო დააკავეს, ანუ მარია მოვიდა მეორე დღეს და ძალიან იმ დონემდე რთული იყო ჩემთვის ამ ყველაფრის გადატანა, რომ
შურს თქვენი, ოღონდ კეთილი შური დედების რო აი ამ ხელა ძალა გაქვთ და მე ნამდვილად ვერც კი ვიფიქრებდი 4 შვილის დედა თუ რამე გამტეხავდა. იმ დონემდე რთული აღმოჩნდა ჩემთვის ეს ყველაფერი, ანუ გავტყდი კი არა, გადავტყდი და ანუ ყველანაირად კი ვამბობდი რომ კარგად ვარ, მაგრამ ეს არ იყო ის კარგად. თუმცა წამოვდექი როგორც ჩიტი ფენიქსი და ესე ვთქვათ, ეხლა ნიკას ზუსტად ვიცი რომ მიყურებს და ნიკა ძალიან დიდი ბოდიში თუ არ ჩანდი აქამდე კამერებში, მაგრამ ძალიან გვიყვარხარ ყველას, ოჯახის წევრებსაც, შენს დებსაც, მასაც და განძლებას გისურვებ. ეხლა იმის შესახებ როგორი იყო ნიკა. 3 მარტი, 8 მარტი ნიკა იყო, აი თუ სადმე ისედაც, თუ სადმე ვარც დაინახავდა ყვავილს, აი უბრალო ყვავილს. ეგრევე მოწყვიტავდა, ესე შემოვიდოდა ხოლმე და მიყურებდა ეს. აი ესე გადმომცემდა. და ყოველთვის ძალიან ყურადღებიანი იყო. ძალიან თბილი, თუნდაც სამეზობლოში ყოველთვის მადლობასაც კი მიხდიდნენ, რომ აი სალამს ვერ დაასწრებ, ისეთი ბავშვია. ეს უბრალოდ თქვენი სამეზობლო კი არა, მთელი საქართველოს გიხდით თქვენ დედებს მადლობას, რომ ასე ჩვილები აღზარდეთ საქართველოსთვის. 17 წლის ასაკიდან უკვე ცალკე მოინდომა გადასვლა და ეხლა ისეთი თაობა არის, რომ ანუ ვერც გააჩერე. კი ბატონო, წადი. გააკეთე, რაც გინდა ისქენი. თავის რეალიზებას რომ ვერ ახდენდა, ზუსტად ეგ იყო პროტესტი. იდგა 2020-ში 20 ივნისაც კი იქ იყო, რაც სამი ჩემთვის იყო, რაღაცა სულ ურეკავდი, რომ ან წინ არ დადგე. ზაფხულში რეზინის ტყვიაც ჰქონდა მოხვედრილი ხელში და ანუ მარიასთან ერთად, თავის შეყვარებულთან ერთად სულ იდგა. ბათუმში იყვნენ წასულები, როცა აი 28 ნოემბერს რო გამოცხადდა ჩვენმა პრემიერმა რო გამოაცხადა და ნუ როგორც კი გაიგო რომ ხალხი დგას გარეთ, ორივე ჩამოვიდა და ანუ იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო. გაიზარდა, დადიოდა კარატეზე, გაიზარდა ისეთი სიტყვებით, რომ ემსახურები უფალს და საქართველოს. და ანუ მთელი ეს ბავშვობიდან მოყოლებული ახლა ხეს რო ვთქვი გახმი, ხო გახმება, ხო, ანდაზეც არის ესეთი და იდგა, იმიტომ რომ ანუ თავის საქართველოს, ну, რატომ უნდა ვიყოთ რუსეთი? ქართველები ვართ, ჩვენი დამოუკიდებლობა გაგვაჩნია. საქართველოს სიყვარული გააჩნია, სკოლაშიც თუ არ ვცდები მე-6 თუ მე-7 კლასში იყო, როცა თემა ჰქონდა თავისუფალი, ვინ მინდა გამოვიდე. საკმაოდ ვრცლად თვითონ დაწერა, რომ მინდა გამოვიდე ჯარისკაცი, რომ ვიდგე საქართველოს ადარაჯოზე და რაღაცა, ანუ ძალიან ესეთი ვრცელი თემა იყო. და მადლობას ვუხდი არა მარტო ნიკას, ყველას ჩვენ პატიმარ ბიჭებს. მათი გაღნებული სახეები ჩვენთვის არის ძალა და გუშინ წინაც ანუ რომ დავინახე, სულ იღიმოდა, ცეკვავდა, ну გავგიჟდი. მე უკან ვზივარ რაღაცა, ცრემლებს ძლივს ვიკავებ და ცეკვავს. ეგ ჩემთვის იყო ძალა. და ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ის საზოგადოება, რაც გარეთ დგას და ანუ ვინც დგას და პირველივე დღიდან, მე სამწუხაროდ პირველივე დღიდან ვერ ვიდექი, შეძლებს დაგვარად სულ დგავარ და ну ტელევიზიის წინაშე ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი რა არ მომხვედრილიყავი, იმიტომ კი არა რომ ცხვენია პირიქით. ну არ მიყვარს ეს კამერები და რაღაცა ყურადღების. ყოველთვის არ არის. ხო. ბუნებრივი და ორგანული მდგომარეობა. კი, და კიდევ ერთს დავამატებ. დღეს არის, გუშინ იყო მე-100 დღე, დღეს არის ქალთა საერთაშორისო დღე, დღეს არის 101 დღე და როგორც ქალბატონმა მარიზმა აღნიშნა, დღეიდან იწყება, ვფიქრობ, ახალი ეპოქა, იმიტომ რომ დღითი დღე ვრწმუნდები, რომ მამაკაცებს ეშინიათ ქალების. და რატომ? ქალმა, რომელიც თავისი ღირსება დაიცვა, მზე ამაღლებელზე ვსაუბრობ. ქალმა, რომელმაც თავისი ღირსება დაიცვა, ციხეში ჩასვეს. გოგოები, რომლებიც ყავა-ჩაის არიგებდნენ, ну, არაფრის გამო, ესეც სიმციმა, ну, პატარა გოგო
ტყეები რას ახერხებდნენ და როგორ ახერხებდნენ. ყავა ჩაი ესეთი გაღიმებული სახით, ეგ ჩემთვის ძალიან დიდი სითბო იყო. დახვდნენ და ცემეს. ნანუკა ჟორჟოლიანს ხო, საერთოდ შეუმდგარი ქალი ხარო ვიღაცამ დაწერა და ვფიქრობ, რომ რაღაც ახალი ვირუსი შემოვიდა ქალების გვეშინია თუ რა ხდება? ნინო კასრაძეს დაუწერეს რას გავსო და ეხლა ნინო კასრაძეს ხო, მარტო რაღაცა ისეთი მოიფიქრო ხოლმე, რომ ცოტა რეალობასთან იზრდება. დავწმუნდი, რომ მამაკაცებს ეშინიათ ქალები. ერავინ უწერს ახლა მაგას ნინო კასრაძეს დაუწერეს. ხო, ქალების და იმას ჩვენ ვამბობთ. იმათ მინდა მითხრა, რომ დედები არიან ძალიან საშიშები, რომ იცოდეთ. გამწარებული, გაბრაზებული დედა სულ ვამბობ, რომ საუმრად გამზადებული ტანკზე უარეს. რა თქმა უნდა. ნამდვილად, იმიტომ რომ ამდენი ცრემლიანი დედის წევლა ნამდვილად არჩეულის ეს არის გულიანი წევლა, იმით კი არა რომ იწევლები, მთელი სხეული არავის არ შერჩება და მჯერა რომ ნამდვილად არ შერჩება არავის ეს არა, მე მილა ბავშვების და არა მარტო მსახიობები, ცოტა გამოიხედეთ ხალხნო არ ვიცი, გიждები მე რას ამბობ ახლა კოცები იცი რა, მსახიობი თუ არა ახლა მახარაც მსახიობია რა ესე უკვე მე ეხლა დაჩოკაჯაია ხო წავიდა ეს რომ ჯერ 100 ლარიანები ვიყავით მე $120 გახდა. ეხა ევროში ხარ გადასწრებული. ევრო, კოცები გაიგონ, კოცებს შენ გააჩერებ, იქ კარტოფილზე დადიან და ხახვე. არ ვიმოასწრებ, თქვენი აღარ იქნება, იმდენი იქნებიან. არც ნაცი ვარ, არც კოცი ვარ, მეცაც გეტყვით. სამჯერ ვარ, ნამყოფი არჩევნებზე, ისიც მეგობრების ხათრით. ამის მერე მეგობრების ხათრით კი დავდიოდი, მაგრამ ყველა მიცის, რომ ხაზავდი ყველას. სწორად როცა ვაზრობთ, არჩევნებზე როგორ არა და მაგრამ ჩემთვის მიუღებელია. ჩვენი კუთვნილი ხმაც არ უნდა გავახალბოთ. უნდა ვიაროთ და სწორი გზით უნდა მივიდეთ. იმ სწორი გზის და გადაწყვეტილებაზე, როცა არჩევანს ვაკეთებთ, ნამდვილად არჩევანი უნდა იყოს. კი და სამწუხაროდ ის არის ვაი ვინ? არა, იცი რა არის, მე მაგალითად არა, ვინ არა, შეხვდა უნდა გყავდეს ხოლმე ვინ ხოთეკრი არ არის. წელს გავაფერადეთ, ხო? კალამს რო დადებ, ვინც არ უნდა იყოს. მომავალმა მთავრობამაც უნდა გაითვალისწინოს. ჩემაშვილმა პირველად კალამს დადებ, უკვე ოპოზიცია ხარ. ისკერო რომ კონტრაქტი დაგვიდა, მე ამათ ვერაფერს ვერ კი, ჩვენ ბევრჯერ გვითქვავს, რომ ეს ყველაფერი რომ დამთავრდება სასიკეთო და შეიცვლება მთავრობა, ვინც მოვა, ვაი მაგათი ბრალი, საწყლები რაში გვეყოლებით. აუცილებლად ზანსუძეში გვეყოლებით. ლელა არ დაგვეჩაგრე. არა, როგორ საბასტედა არ გვისაუბრია. არაჩვეულებრივი ქალბატონი. იცით რა, გილოცავ დღევანდელ დღეს მინდა მოგილოცოთ ყველას და მართალია დღეს ცოტა ჩემთვის ცოტა სხვანაირი 8 მარტი მაქვს, იმიტომ რომ საბაზე ძალიან სხვანაირად ვიყავი მიჩვეული ამ 8 მარტს. მეორე ბიჭი მყავს და რა თქმა უნდა იმისგან არ მაკლია ეხა ყურადღება, მაგრამ ერთობრივი ქონდათ ამ ძმებს და ცოტა სხვა ეფექტი იყო ჩემთვის, რა თქმა უნდა. და მინდა რომ ყველა იყოს ძალიან ბედნიერი დედა. თვითონ მე ესე ვთვლი და ესეც არის არ ვთვლი. ჩვენ მინდა ყველას მეულოცო გუშინდელი დღე, ჩვენ 100 დღე შევასრულეთ და ჩვენ გავიმარჯვეთ. მე მინდა რომ ხმა მაყლავ თქვა და ვამბობ და ვიტყვი ყველგან, ჩემ პოსტებში ყველგან წერია რომ გავიმარჯვეთ. კიდევ ვერს გავიმარჯვებთ, დარჩა ძალიან ცოტა, არც მაგის რაღაცა ეჭვი არ არსებობს. ჩემი შვილი პირადად ზედმეტად ამათმა ზედმეტად დაჩაგრეს და აწამეს, მაგრამ მანდაც გავიმარჯვე. იმიტომ რომ ჩემი შვილს რო ურტყამდნენ, მათ რაც უნდათ იმაზე ხელი არ მოაწერა და იქ მიხვდა ჩემი შვილი გამარჯვებული იყო. და სანამ
დედა ყავს ვერავინ ვერ დაჩაგრავს ჩემს და სულ გამარჯვებული იქნება და ასევე თითოეულ ჩვენთაგანს დედას აქვს უძლიერესი ძალა და ვერც ერთი შვილი ვერ დაიჩაგრებათ და ისე რომ იმის იმედი ნურავის ექნება რომ ჩვენ რაღაცით შეგვაშინებენ რაღაცით არ შევშინებული ვარ ნამდვილად კაცია გაუძლო და კიდე გაუძლებთ ბევრ რამეს არ გვეშინია მაგისი ვერც დაგვაჩოქებენ ვერც იმ სიმარტოვით რომ მარტო ყავთ გამოკეტილი ვერც მაგ სიმარტოვით ვერ გაგვტეხავენ იმიტომ რომ ადამიანი როცა მართალია და სიმართლისთვის იბრძვის ის თავისას ადრე თუ გვიან ყოველთვის მიაღწევს არ არსებობს რომ ამას არ კონდეს კეთილი დასასრული და თვითონ მაგათაც მივმართავ რა რომ დროა გონს მოეგონ იმიტომ რომ ხედავენ რომ ძალიან შორს წავიდას გონზე მოვიდნენ არა როა რა ხომ შეიძლება რაღაცა ცოტა აი ეს პატარა წერტილი სადღაც გაანათონ არა რომ უბრალოდ როდემდე შეიძლება გააგრძელონ რაც უფრო შორს მიდიან უფრო მეტი შეცდომაა და მეტი აგრესიაა ხალხში და ამიტომ მე რომ მე დავინდო და ეს აგრესია შემდეგ ეს გარდაუვალია რომ ჩვენ გამარჯვებულები ვართ მე რომ მე ეს აგრესია აღარ მქონდეს რაღაცა დამიტოვონ აი კეთილი სურვილი დამიტოვონ რაღაცა კეთილი ნება ისე რომ გაზაფხული მოვიდა და ჩვენ კიდე ვიზეიმებთ მრავალ გაზაფხულს და ჩვენთან ყოველთვის გაზაფხული იქნება იკითხონ მაგათმა არ მეშინია ვერ ჩემაში ვერ შეგაშინება რა თქმა უნდა ვერცეთ მთავრობას ვერ დაუმარცხები ახალგაზრდობა რა თქმა უნდა დღეს ეთერში სხვათა შორის ხატია თქვა ესეთი სიტყვა ბოლოს ხატია შემოგიაზე მაქვს რა თქმა უნდა ლაპარაკი რომ ნიკა კაციამ გამოუგზავნა წერილი მას და ქალბატონმა მარინამ როგორც ვიცი შემდეგ უკვე ხო მოუტანეთ ხო ხატიას უკვე წერილი ხო და ვიცით რომ გვიყურებენ სადაც ნიკა გვიყურებს დარწმუნებული ვარ რომ სხვაებიც გვიყურებენ მე და ჩვენ ალბათ მინდა რომ მოგცეთ ეს საეთეროდო და გამოიყენოთ თქვენი შვილებისთვის რომ თუ სურვილი გაქვთ რა თქმა უნდა მიმართოთ მათ იმიტომ რომ სულ ცოტა დრო გვრჩება ჩვენი ბლოკის დასრულებამდე და მოდით მივმართოთ თქვენ გმიშვილებს ქალბატონანი გმირშვილებს ყველა შვილს მივმართავ. ყველა არის ერთი ჩემთვის. ყველას დედა ვარ. ხმამაღლავი ძახი და ვიტყვი ბოლომდე. მაგრად იყავით ბიჭებო. ჩვენ არ დავეცემთ ხელჩაკიდებული ვივლით. დედები და თქვენთანებთან უფრო ამაყად ვივლით. გაუძელით, გაძლებაზე არა ვარ, არ დავეცეთ ვიყოთ წინ და მედგრად ვიაროთ გამწყინებული საქართველოსთვის და ევროპაში ლამაზად რო შევიდეთ. აუცილებლად ლამაზად შეავს დარწმუნებული მეც იგივეს ყველას მიმართავდი ყველა შვილს და განსაკუთრებულად ვიტყვი რომ ჩემ თორნიკესთან ერთად არის მუსულმანი ბიჭი რომელმაც საერთოდ ქართული არ იცის და თორნიკესთვის უთქვიათ რომ შენ და ის ალიევიო ერთად რაღაცას გეგმავდითო და თორნიკეს უთქვია რომ იმან ქართული არ იცის მე აზერბაიჯანელი და არც რუსული არ ვიცი კიდევ რომ ვთქვათ ნედერა ენაზე საუბრობდითო და იცი რატომ მინდა იმ ბიჭსაც უთხრა მადლობა იმისთვის რომ მან სასამართლოზე მარტო ერთი ქართული სიტყვა თქვა და ეს იყო როცა მოსამართლე შეეკითხა რომ აღიარებ დანაშაულს მან ქართულად თქვა არა მიხვდა რასაც ეკითხებოდა ეს ერთი სიტყვა თქვა და ეს ბიჭები ერთმანეთს ეფერებოდნენ და ის რო არ იცოდა ენა ნუ იყო თავისთვის ახლა ესინი იმას ვერ ლაპარაკებოდნენ და ამიტომ რაღაცნაირად ის გააქვს მაინც არ ვიცი თვინ არის დედამისი საერთოდ ვინმე არ არის ჩვენთან ამიტომ მე იმ აზერბაიჯანელს მადლობას ვუხდი, იმიტომ რომ ჩვენი ქართველი შვილების გვერდში იდგა და ისიც სამშობლოს საქართველოს იცავდა. მადლობა ბიჭებო ყველას, რა თქმა უნდა, მე თუ ვიცი რომ ჩემ შვილს ვაქებ, მე ვიცი რომ სულ ყველანი არიან კარგები. ძალიან მოგვიცი ახლა ჩვენი შვილების ქება მე არ მიქი არასოდეს, მაგრამ ახლა ვაქებ და ვაქებ ამ ჩემ შვილებს. მადლობა რომ გაიზარდეთ ბავშვებო, ბიჭებო ესეთები და ყოველთვის გვექნება თქვენი იმედი და თქვენთან ერთად კიდე ყველა ახალგაზრდის იმედი, ვინც ქუჩაში დგას და გამხნევებს და ამიტომ ჩვენ ვიდგებით თქვენ უკან და დაგიცავთ რა. დედის ზურგი ძლიერია ყოველთვის. დიდი მადლობა. ქალბატონო მარინა ხო, ჩვენ ერთმანეთის იმედი ვართ.
დედების შვილებისთვის, შვილები დედებისთვის. როგორც ნიკა წერილში მწერდა, რომ დედა ეს უეჭველი მალე მოხდებაო, თქვენ ეხლა მაგრად ჩაჭიდეთ ხელები ერთმანეთსო და რომ გამოვალთო ყველა ერთად რუსთაველზე გამარჯვების სიმღერას დავაგუგუნებთო. ყველა ერთადო და ჩვენ მართლა მშობლები ახლა ისე ვართ შეკრულები, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ. სხდომებზე, სასამართლოს სხდომებზე დავრბივართ, ვუსმენთ, მაგრამ ამდენი ბოდვის მოსმენა ძალიან რთულია. აი ძალიან. აი ბოლოს იმაზე ჯგუფური აი ჭიჭინაძის, ცხადაძის რო იყვნენ, ჯერ საბას არ ვიცი სიტყვები, არ ვიცი შესაძლოა, არ მახსოვს. აი ეს გონი ცრუ მოწმე პოლიციელები. იქიდან გამოდიხარ გონია ჭკუიდან გადავალ. ჩვენ ვეცინებ ამ სასაცილოდ არა გვაქვს საქმე, მაგრამ ამ დროს ისინი თავის ბინძურ საქმეს ახორციელებენ. ისე რომ მეც იმედი მაქვს, რომ ეს დრო მალე დადგება და წარმომიდგენია ყველა ერთად რუსთაველზე. ეს ხო არაჩვეულებრივი მშობლები, ლამაზები, ნიკა იქიდან წერს, დედა დადებითად შეხედე ყველაფერს, რა ხალხი გაგაცანით ერთმანეთს. აი სულ მაგას ხო, ყველა მიყვარსო, ყველა დედას ჩაეხუტე, ჩვენ მან გიბრატო. და ჩვენ მეც, აი ხო არ ვიცნობდი პირადად, ხო, ზოგს ეკრანიდან ვიცნობდი, ზოგი ნაკლებად ცნობილია, ზოგი ყველა ერთნაირად მიყვარს და ფიქრობ, მრავალშვილიანი დედა ვარ. ჩემი ოცნება იყო, რომ მრავალშვილიანი დედა ყოფილიყო. ნუ 3 შვილი მყავს, მაგრამ ნუ აი უფრო ბევრი მინდოდა, მაგრამ ნუ 99 იმ 90-დანებმა ცუდ დროს მომისწრო და აი შევისრულე ოცნება. მრავალშვილიანი დედა ვარ და ყველა ბიჭობა მხნედ იყავით. ჩემი გამხნება იქით გვამხნევებთ, მაგრამ გაძლებაც არა, უძლებენ არა, იუმორი. გაძლება არა. ნიკა სიმბოლურიაო, დედა ესენიო ახლა, აი 14 გრამი კოკაინი, ანუ შემოbrunებული 41 მგონია. წერილებსაც რომ ვკითხულობ. ზოგჯერ ვფიქრობ, აი ისეთებს წერს ახლა. ხო, აი შემოbrunებული 14 გრამი. ნუ არ ვიცი და აქაც როგორ გულუხვება გამოიჩინეს. საინტერესო რა იცი, ეს საქართველო არის ძალიან პატარა. მართლა გვერდზე გახედული არ გაქვს, რომ ყველაფერი იცი, ყველაფერი ვიცით. მართლა ვისი მაქნისია, ვის რა გაუკეთებია, რისი შეძენა შეეძლო და არ შეეძლო, ძალიან კარგად იცი. ერთად არ იყო გაზდილები მაინც და ვიცოდი ყველაფერი ძალიან კარგად. ხო, ძალიან იყო ზოგჯერ ზის ხოლმე აი იაფასიანი სანახაობა თან რაღაც კარგი შოუც არა. არაფრად არ მიმაჩნია. იმათ ეგონათ რომ რეპუტაციული ზიანია. კაი, ეხლა ყველაფერი იცის, როგორ შეიძლება რეპუტაციაზე გამემილოს. ხო და ამათმა რეპუტაციაც არ იციან რა არის, მორალი, ზოგადად სიყვარული არის. მოკლედ ჩემ სიტყვას ასე დავამთავრე, მიხარია მრავალშვილიანი დედა რო ვარ. დიდი მადლობა მარინა. მიყვარხართ ბიჭებო. გაბატონე. ასევე შეუერთდები გაბატონ მარინას სიტყვებს, გამძლეობას გისურვებთ, იყავით მხნეთ, რომ ჩვენც აქედან მხნეთ ვიგრძნოთ თავი, უფრო მეტი ძალა მოგვეცეს და დავეთანხმები თქვენს სიტყვებს, ზემრავალშვილიანები ვართ. ყველანი ჩვენი შვილები ხართ და მიხარია რომ ალბათ ესე უნდა მომხდარიყო, სულ მაგას ვიძახი, რომ ანუ არ ვიცნობდით ეხა პირადად მაგალითად ბავშვობიდან მოყოლებული ეკრანიდან ვიცნობდა თქვენც ასევე და ანუ ეხა ესე ვზივართ და ვსაუბრობთ ჩვეულებრივად ეგეც რაღაცას ნიშნავს. გავიცანით უამრავი ხალხი და მიხარია რომ აი ესე უნდა მომხდარიყო ესე რომ ჩვენი ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ანუ სულ მაგას ვიძახი რომ ჩვენი შვილები არიან ეხლანდელი პოლიტიკოსების მომდევნო თაობა. ოღონდ იმ პოლიტიკოსებს აუცილებლად ჩამოვიშორებთ და ჩვენ სათავეში იქნებიან ისევ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები. რა თქმა უნდა. ძალიან გვიყვარხართ, ძალიან გაფასებთ და საგინათელი გონებით. კი ბატონო, ყველანი გვიყვარხართ, ყველას გაფასებთ და გაკოცეთ ბევრი.
ძალიან გვიყვარხარ ბიჭებო, მართა. ქალბატონი რატო დავიწყეთ მაგიტომ? სპეციალურად კნანიკა მე. ჩარობდი და რა ჩარობდი მიხდება ჩვენს მომავალ თაობას. და ვარ ძალიან ბედნიერი, რომ აი ესეთი საუკეთესო თაობა აღმოჩნდა. უკან არაფერზე არ დაუხევიათ, რომელიც ეგონათ, რომ იყვნენ მარტო კომპიუტერის და ტელეფონის ბავშვები და ამ დროს ყოფილა ყველაზე ძლიერები. მათ შეცდნენ სწორად. და ყველაზე საუკეთესოები. და მინდა რომ ჩემ პატიმრებს მივმართო, რომ თქვენ რო აი ეგრე ლაღად ხართ, მხნედ ხართ და სასამართლოზე აი ეგეთი ღიმილით მე მაგალითად პირადად ხანდახან მცხვენია რო სასამართლოზე ისეთ სისულელები ხდება რომ მეცინება და სადღაც ცირკში მგონია თავი და შვილთან ერთად ვიცინი ვარ და რაღაცა ცოტა საკიგონების აღარ მგონია ჩემი თავი, იმიტომ რომ სასამართლოზე იმისთან რამეები მოხდა რომ даже მოსამართლეც იცინო და აი იმ დონის ფარსი იყო ყველაფერი და ბიჭებო აი ეგ ღიმილი ეგ თქვენი ადამიანობა ბოლომდე გქონდეთ შენარჩუნებული ამაყივარ რომ აი ესეთი მომავალი თაობა გვყავს რა და არა უშავს რაღაცა აღმართს დაღმართი მოსდევს და დაღმართს აღმართი და ისე რომ ჩვენ ყოველთვის აღმართზე ვიქნებით. მე ვიცი ნიკას სული რომ მქონდა და ხო რა ვერ მოიწმინა ბიჭები არ არიან ახლა ჩვენთან ერთად გარკვეული მიზეზების გამო. რაღაც მიზეზების გამო. და ამიტომ ბიჭებო თქვენი სახელით გადავცემ თქვენს დედიკოებს მე დღეს აი ამ ლამაზ ყვავილებს ამ საჩუქრებს დაგვატირო მე და ყვავილების ბუტიკი ამელისგან ეს ძვირფასო დედო კიდევ ერთხელ დიდი პატივია თქვენი გასგან დიდი მადლობა თქვენ ასეთი კარგი გადაცემისთვის და ასეთ ფილად მიღებისთვის თანადგომისთვის და დიდი სიხარულობა მიყვარს ამით კი არ დამთავრებულა PSP-მაც მოგიმზადათ საჩუქრები მაგრამ სადაშეც მინდა აღნიშნე რომ PSP ყოველთვის რაღაცნაირად აი სწორ ადგილას სწორ დროს არის ხოლმე და სწორი მხარდაჭერით ხო მაშინ ახლა მე ვპირდები PSP-ს რომ ყოველთვის PSP-ს მე რომ ხანსად შევალ დღეიდან მარტო PSP-ში შევალ აი მძიმე კი არის რეტა რა ხდება აი მისაჩურდება ეს ბიჭებო ეს თქვენი სახელით რო იცოდე ძალიან დიდი მადლობა და მე თან ქოთანშია როგორ გავა სანამ მიგადაგირეთ საჩუქრებს კნობა არ ებუქრება დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თვითონგანს იმ იმისთვის რასაც გვაძლევთ ჩვენ თქვენ მადლობა თქვენ კიდე ჩვენ გვაძლევთ იმედს იცოდეთ ნამდვილად იმიტომ რომ თქვენ გვაძლევთ აი ძალას რო გავნერვიულდი სასამართლო დარბაზიდან გამოსული ეს სულ ახალგაზრდები შემომეხვიან ჩამიხუტეს მკოცნიდნენ აი საოცარი რაღაცები ხდება ქუჩაში და ყველაზე მეტად მე მაშინ მტირი ვარ საერთოდ რა კიდევ ერთხელ ვიტყვი ხო შეიძლება ქოცებო მადლობა რომ ესე გაგვაერთიანეთ და ესეთი კარგი ადამიანები გაგვაცანით ერთმანეთს და ჩემ გოგოებს ხო არ დავჩაგრავდი არც მე და არც PSP თქვენ თვითონ ნიკა PSP-ს ხო აქვს ბიჭების კი როგორა მე მელოდება იქ მთელი დიდი საპირთო მანქანა არ დაგამახეთ უბრალოდ რომ იმედებსაც მივმართო და მადლობა გადავუხადო და მხნეობა ვუსურო რომელიც უბრალოდ დღეს ახეზე არ არიან ხო წარმოგვიდგენთ რომ არიან კიდევ ეკრანს მიღვა რომლებიც დარწმუნებული ვარ რომ გვიყურებენ და მოგმართავთ თქვენ დიდ მადლობას გიხდით რა თქმა უნდა ასევე ასეთი შვილების აღზრდისთვის და მე მგონი დრო არ ჩვენი პირველი კიდე ნუ რანაირი დედები გყავთ მე არ ვიცი ხო საოცარი ნამდვილად სასწაული გვიყვარხარ ახლა აღარ და გვიამაყებით და გემოდებით ძალიან მალე ყველაზე კარგი გადაცემა იყო არიწყინება სხვა სერიოზულ გადაცემებს ახლა მაინც ხო იცით საღამო ხო პოლიტიკური ახლა და ვიძახდი რომ სავარაუდოდ იქ
გავიცინებთ კიდეც სადაც ნიკა არის. ალბათ მეთქე პოლიტიკურ რაღაც კითხვები ესეთი იქნება, მაგრამ ალბათ იქნება ძალიან ისეთიც მეთქი, რომ საღადაო და ვიღადაო კიდევაც ოცნებაზე. ძალიან დიდი მადლობა. ვიღადაოთ. არ იყო 12 წელიწადია და ეხლა მოუნდათ კიდე რაღაცა. ერთადერთი მადლობა იმისთვის, მადლობა მე დაგიბრუნდებით. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში მართლა რაღაცნაირი პირველი ბლოკი გქონდა, ხო? ემოციური და სიამაყით სავსება მე პირადად. ხო, ესეთი ავსებული ვარ რაღაცნაირი. იცი რა, იქაც მინდოდა მეთქვა და ვერ მოვასწარე აქ ვიტყვი მაშინ უცებ რა, ეს ქალბატონები რომ საუბრობდნენ, დედები ძალიან ბევრჯერ ცრემლი მომადგა, მაგრამ მინდა აღვნიშნო ეს იყო სიამაყის ცრემლები მხოლოდ და მხოლოდ. რა უნდა. იმიტომ რომ არიან ძალიან ძლიერები და არიან მაგალითები და არიან იმედი ჩემი პირადად და ყველასი დარწმუნებული ვარ. ხო, მაგრები ხარ დედები. მართლა მაგრები ხართ. მადლობა. მიღებულია. ხო და ეხა ავსებული რო ხარ უნდა დაგცალო პირდაპირ. დამცალე მიდი. მართლა გეუბნები, იმიტომ რომ აი არ ვიცი, მაგ ყოველ დღე რაღაც ისეთ ამბებს ვიგებთ, რომ განცვიფრებას ესე იგი არ აკლდება ხარისხი. ხო, არ მართლა არაფერში არ წერია და დღეს უნდა ვისაუბროთ ვახტანგ ფანჩურიძეზე. იგივე ბურნუთა. ბურნუთ. სიყვარული ყველას უნდა. ყველას კარგად გვახსოვს ეს ფილმი ადამიანი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს. დიდებული მსახიობი მართლა. კი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ, ხო, პრინციპში ხო სწორად ვამბობ, არ მინდა რომ შემეშალოს. რამდენიმე დღის წინ ასე გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. ის მუშტაიჩიც გვახსოვს. მე გახსოვთ? ძალიან კარგად მახსოვს, კი. ძალიან კარგად მახსოვს. მსახიობი ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშტაიტის ბაღში ატრაქციის ოპერატორად მუშაობდა და 78 წლის, ხო, სწორად ვამბობ, 78 წლის მსახიობის ერთადერთი შემოსავლის წყარო გახლდათ სწორედ რომ მუშტაიტის ბაღი, სადაც 400 ლარიანი ხელფასი ქონდა, რაც მე მგონი წარმოუდგენელ ციფრს ვასახელებთ ჩვენ ხელფასი ამ შემთხვევაში და დღეს უკვე ის აბსოლუტურად ესე ვთქვათ, არაფრის გარეშე დარჩა, შეიძლება ასეც ითქვას. ის არის ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, მსხვერპლი იმ რეჟიმისა, სადაც ყველას გვიწევს დღეს ცხოვრება, თუმცა ძალიან მალე გავთავისუფლდებით, ამაში მე ეჭვი არ მეპარება და მოდი მე რომ ბევრი აღარ ვილაპარაკო და ჩვენო ძალიან ბევრი აღარ ვილაპარაკოთ ამ თემასთან დაკავშირებით, ნახოთ, სიუჟეტი ჯობია და უფრო მეტს გავიგებთ, რა თქმა უნდა, ანა ზაქაშვილის სიუჟეტიდან. გთხოვთ. 3 მარტს დირექტორი მოვიდა და განბიცხადა, რომ იმ კარუსელს, რომელზეც მე მუშაობდი, იმდენი შემოსავალი არ აქვს, რომ სახელმწიფო ანაზღაურება დაიფაროს და გადაამეტოს და მოგებაც დატოვოსო და ამიტომ თავისუფალი ხარ გიშვებ სამუშაოდანო. მე უკვე თითქმის 10 წელი გახდება ეხლა რაც მუშაობდი, მაგ 400 ლარზე. ადამიანი, რომელიც თანახმაა რომ იმუშაოს 400 ლარზე, ესე იგი ძალიან უჭირს, ხო? ვერ შეულოს ვერსაც სამსახურს და 400 ლარზე მუშაობს. ხო, ეს 400 ლარი, ეხლა კარგად მოგეხსენება დღევანდელ ფასებში ადამიანს ეყოფა 4 დღე. მე ხა რომ გამომიშვა, დანაზოგი რა უნდა მქონოდა? 10 წელიწადია მუშაობ, 10 თეთრი ადამიანი დანაზოგი აი ამ შავი დღისთვის. საერთოდ მექნება 400 ლარზე გავდი და 2 კვირა მყოფნი და 20 დღე მყოფნი და მე ველოდებოდი 15 2 კვირა ველოდებოდი, როდის მოვიდა და შემდეგი ხელფასი. მე ვთხარი, იმალა ბატონ დირექტორო, შემოსავლის გამო თუ მიშვებთ და თუ არაპრესტიჟული კარუსელია, კი ბატონო, გეთანხმებით ეს. მაგრამ აგერ გვერდზე არის მეორე კარუსელი, რომელსაც აქვს შემოსავლები და თავისუფალია, ოპერატორი არ აყავს. მე იმის მაგივრად რომ გამიშვათ, უპრიანი იქნებოდა რომ გადამიყვანოთ იმ კარუსელზე და იმ კარუსელზე ვიმუშავებ. იმ კარუსელს ხო აქვს შემოსავალი. ამაზე ხმა არ ამოიღო, არაფერი არ გამცა. მოტრიალდა და წავიდა. რა უნდა ვიფიქრო? ჩემი სამსახურიდან გააშვებას, რა თქმა უნდა, მე უკავშირებ ჩემს სამოქალაქო აქტივობას. იმას რომ მე დავდივარ აქციებზე. ამიტომ მინდა ევროპა, ეხლა აქედან წამოვედი მე და მომცეს მომიგდეს 400 ლარი. წავიდა ჩემი მეუღლე ბაზარში და მოვიდა და დარჩა 100 ლარი. ხვალ გადასახადებს გადავიხდი და აღარაფერი აღარ დარჩება. რა უნდა ვქნა?
ეხლა მივალ სახში გამოვაღებ არიან მათი ვარ და ერთი კვირის წინ გრეჩი ხა ის უნდა შეჭამოდა ზარქოა მივალ სახში და ესა რა მილიონები რო აქვს ყველაზე ღარიბი პარლამენტარია უსამჯივრებ 5 მილიონი აქვს მე 20 თავარი როლი მაქვს რათამაშები და ჩემ ფილმებს შეტანილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 და 100 გერმანეთი და შემდეგ უკვე ლარი ახალი სამსახური ძემდა რა თქმა უნდა დავიწყე შევედი ინტერნეტში რაღაც გვერდია სამსახურებს რო ეძებენ ყველგან წერია რომ ვეძებთ ერთი ვნახე 60 წლის 25 წლიდან 60 წლამდე დანარჩენებში წერია 40 წლამდე 35 წლამდე 50 წლამდე არც განიხილება ჩემ ხელა ძალიან გულდასაწყვეტია რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ ხორცი არ გამისინჯია 10 წელი არ მიჭამია ვიღაცა თუ დამპატიშებს წვაზე აი 10 წელი ლობიო ბორში ადამიანმა რაციონი ხო უნდა მიიღოს გული მწყდება იმაზე რომ ცხოვრობ ასეთ ქვეყანაში მე 10 წლის წინ შემოთავაზე სტიპენდიარდობა მაგრამ მე პირადად უარი განვაცხადე ყველანაირად ჩავშალი არ მიდოდა იმიტომ რომ სამშობლოს ღალატში ახლა ფულს როგორ ავიღებ ნუ ნუ მიიღებს თავის ღალატს მე ვთვლი რომ მე რო ახლა ივანიშვილი ვაქო და ვადიდო უი რა კაი რამე საკეთებს როცა ეს კანონი მიიღო რა კაი რამე საკეთებს რუსეთში რო გვინდა შევკტენოს რა კაი რამე საკეთებს როცა ევროპისკენ მიმართულება და გზა გადაგვიკეტა ეს არის ღალატი ამიტომ უცხარი უარი რომ მე ამას ვთვლი ყველაფერს ღალატად და ქვეყნის ღალატში ფულს ვერ ავიღებ მიყვარს საქართველო მიყვარს ჩემი ქართველი ერი მეწოდება ქართველი ერი ამიტომ აქციებზე სიარულს რა თქმა უნდა გავაგზელებ. რა თქმა უნდა მე ვარ იქ სადაც არის ერის მართალი ნაწილი. ძალიან ძიმე იყო ჩემთვის ძალიან ძიმე იყო ამ სიუჟეტის ნახვა და ყურება და საერთოდ რამე კომენტარის გაკეთება ამაზე. ძალიან რთულია ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის რომ მე იმედს ვიტოვებ რომ ამ სიუჟეტს უყურებდნენ ადამიანები რომელთაც შეუძლიათ რომ დაასაქმონ საოცარი ადამიანი რომელსაც მართლა ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ ხელოვნებაში. და ჩემო ძვირფასებო ბუმერანგის ეფექტი ძალიან მაგრად მუშაობს. ძალიან კარგად მუშაობს ბუმერანგის ეფექტი და ცოტა დაფიქრდით. ძართულია, მაგრამ რთულია გავაგრძელოთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ. სხვა გზა არ გვაქვს. საინფორმაციო გამოშვება პირველების დრო დადგა ახლა და ჩვენ საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით. მადლობა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ქალურად, ყოჩა. დავბრუნდით და რა თქმა უნდა დღეს 8 მარტია და დიდი დღეს 8 მარტია? და ქალბატონებისადმი მიძღვნილ თემებს ვაგრძელებთ, ხო? დიახ. ძმართა არ მომწონს რა გავაკეთო? რა მოგწონს? არის რაღაცა ერთ დღეს რო აღვნიშნავთ ესე ხმამაღლა. აჰო, და 365-ვე დღე. მაშინ 365-ვე დღე აი ესეთი აღმაფრთოვანებელი უნდა იყოს ჩვენთვის და ხმას აღარ ამოვიღებთ. რა თქმა უნდა, ეგრეც უნდა იყოს. უნდა იყოს, კი. ხო, ამისთვის რას ვაკეთებთ ადამიანები რომ ჩვენთვის ყოველი დღე იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი. მე მეკითხები ამ დიახ, თქვენ გეკითხებთ. იმან თქვა სასაკეთებს. კარგი, პირადად კითხავთ. კარგი, ხა ხუმრობაში ის უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო სიუჟეტი უნდა ვაჩვენოთ ახლა ჩვენს მაყურებელს და ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ ამ პროფესიას, აი ამ იმიტომ ვამბობ, რომ რაღაცები საიდუმლოდ მინდა რომ დავტოვოთ. გენდერი არა აქვს ამ პროფესიას და ქალებს მართლა ყველაფერი შეგვიძლია. გაიგეთ თქვენ. გასაგებია? ხო, ეგრეა, და მშენებელ ქალებზე უნდა ნახოთ სიუჟეტი და მე კიდე ერთს დავძენ რა. ჩემი მეგობრები რამდენიმე მუშაობენ და მუშაობდნენ აი ტრაილერზე, ანუ სატვირთო ავტომობილზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატიდან შტატში რომ დადიან ბიჭები. და მაგრად წუწუნებდნენ, რომ ძალიან რთულია, მართლა რთულია, ეხა ამ ხელა 1000-ობით კილომეტრი გაიარე სადღაც გაუჩერებლად ისა ესა და სოციალურ ქსელში ხდება ხოლმე ძალიან ხშირად ქალბატონების ვიდეოები, რომლებიც ასევე სატვირთოზე მუშაობენ და
ძალიან წყნარად თავისუფლად ღიმილით ყვებიან ამ ყველაფერს. ყოჩა არის შეგენაცვალე. კი, ნამდვილად ესეა. ხო, ნახოთ სიუჟეტი. ნახოთ სიუჟეტი და ჩვენს ტელემაყურებელს ხვალამდე დავემშვიდობოთ? არაც არ დავემშვიდობოთ. ბოლომდე ვისხდებით აქ. აი, ამათი დღეა და რა ვიცი, კაი. სიუჟეტს ნახავ და დაგიბრუნდებით ისევ ძალიან მალე. აი ეს. მე ვარ თამარ ბოლქვაძე, პროფესიით მშენებელ ინჟინერი. მე ვარ უსუდან ასლანიშვილი, მშენებელ ინჟინერი. სკოლის პერიოდშივე ხვდებოდი, რომ ჩემი საქმე უნდა ყოფილიყო უფრო მოძრავი, სირთულეებით აღსავსე, ყველაზე მეტად საქმის მხრივ, გარემოების მხრივ მაკმაყოფილებდა მშენებელ ინჟინრის საქმიანობა. სამშენებლო ობიექტი ნამდვილად არ არის ყველასთვის შესაძლოა მარტივი საქმე. მაგრამ აქ მუშაობით და გამოცდილების მიღებით მე მივხვდი, რომ არ არსებობს ქალის და კაცის საქმე და არსებობს უბრალოდ გასაკეთებელი საქმე. ჩემი აზრით, როცა გავიაზრებთ ჩვენი საქმის მიმართ სიყვარულს, როცა გვაქვს ნამდვილი მონდომება, რომ ვაკეთოთ ესა თუ ის პროფესია, ეს ყველაფერი გვაძლევს ყველაზე დიდ ძალას, რომ არ დავზოგოთ თავი, არ შევუშინდეთ გარემო პირობებს, ყველაფერს მოვუწოდებ, რომ მიყვნენ თავიანთ ოცნებებს, თავის სურვილს. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, როდესაც გვაქვს კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებზე შეხვედრები და თათბირები, ხშირად არის შემთხვევა, რომ მხოლოდ ქალი ვარ მე და სხვა წევრები არიან მამაკაცები. როდესაც უცხო კონტრაქტორს ან უცხო შემსრულებელთან მიწევს კომუნიკაცია და პირველად ვხვდები ადამიანს და ის მე არ მიცნობს, ჩემი პროფესიით თუ პიროვნულად, არის ხოლმე პირველად გაკვირვების მომენტი, რატომღაც ყველას გონი ვარ ბავშვი და როცა ვასახელებ, რომ 27 წლის ასაკში უკვე მაქვს 7 წლიანი ობიექტზე მუშაობის გამოცდილება, ძალიან უყვირთ ხოლმე. ჩემი პროფესიის და ჩემი საქმიანობის ყველაზე დიდ გამარჯვებად მე ვთვლი იმას, რომ გოგონები და ქალები, ვინც მხვდებიან ამ სფეროში, მეუბნებიან, რომ ვარ მათი მოტივაციის წყარო და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე დიდი ძალის მომცემია. ყველა ქალს მოვუწოდებ, რომ იყოს შეუპოვარი, შრომის მოყვარე და მაქსიმუმი ჩადონ თავიანთ საქმეში. ფილის ქვედაშრეში უნდა იყოს 5 ცალი 10-იანი არმატურა. უნდა მიდიოდეს დაახლოებით 2 მეტრის სიგრძეზე, იქ დიაფრაგმის შუამდე. სიმართლე რომ გითხრათ, ბავშვობიდან ჩემში ძალიან დიდი ინტერესი იწვევდა. ამაღალი და განსხვავებული შენობების მიღმა რა იმალებოდა და ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა ამ პროცესებში მივეღო მონაწილეობა. 18 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მოვედი სამშენებლო ობიექტზე და უკვე 2 წელი არის ეს პროცესები ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ძირითადად დადებითი ემოციები მოდის ხოლმე ჩემს მიმართ, ყოველთვის უკვირთ ხოლმე გაუცელებულები არიან, როგორ შეიძლება 20 წლის გოგო სამშენებლო ობიექტზე მუშაობდეს და ამ ხელა საქმეს მართავდეს. თუმცა რა თქმა უნდა, ერთი-ორი ისეთი ადამიანიც გამოჩნდება ხოლმე, რომელსაც უარყოფითი შეხედულება აქვს ამ ყველაფრის მიმართ, ფიქრობენ, რომ ხალხს ობიექტზე არ უნდა, არ შეუძლია აქ მუშაობა, თუნდაც ის რაღაც მძიმის გადატანა, გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ეს მაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას სამშენებლო ობიექტზე, სადაც 103-მდე საპირისპირო სქესის მამაკაცი მუშაობს, ვარ ერთადერთი გოგო. შესაბამისად, მე მიწევს ამ ყველა პროცესების მართვა და ხელმძღვანელობა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არც ერთი დღე არ გავს ერთმანეთს. ყოველთვის განსხვავებული პრობლემები არის, განსხვავებული სიტუაცია არის და ყოველთვის გვიწევს ამ სიტუაციას მოვერგოთ, პრობლემები გადავჭრათ და პროცესი ვაწარმოოთ. რეალურად ქალები ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე ეს ვგონია. ხანდახან ჩვენში ეს სიძლიერე მიძინებული გვაქვს და გვეშინია ამ ყოველფრის გამოხატვა. ჩემ მაგალითით რომ ვიხელმძღვანელოთ, არც მე მეგონა რომ ასეთ პატარა ასაკში სამშენებლო ობიექტზე ვიმუშავებდი, თუმცა რადგან მე გამომივიდა დარწმუნებულა ნებისმიერ ქალბატონს გამოუვა აიგეო. ოჩახ ქალებო, დავამტკიცეთ კიდევ ერთხელ, რომ შეუძლებელი ჩვენთვის არაფერია. თათიალობაზეც ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი სიუჟეტი იყო. არა, არ ჭირდება ნამდვილად და ხანდახან ეჭვი შეგაქვთ ხოლმე, მაინც მე ესე მგონია რა. შეგაქვთ არა. ხო და ეხლა როგორ თქვა რომ მოვუწოდებ ყველა ქალს რომ ვიყოთ შეუპოვრებიო და შეუპოვრები ასეც და ისეც მაინც ვართ. მე პირიქით ვისურვებდი რომ ვიყოთ ქალები
ნაზები მოსაფრთხილებლები და გაგვიფრთხილდნენ ჩვენი მამრები. ეს უფრო კარგი იქნებოდა ჩემი აზრით. მეც აბსოლუტურად ვეთანხმები ანას და უერთდები, რომ ეს ისედაც დევს ჩვენში კი ნამდვილად შეუპოვრობა ნამდვილად არის და ფაქტი სახეზე იყო, როდესაც პირველი ბლოკის სტუმრები ყავდა დღეს ეთერში. ნათელი მაგალითები არიან ამ შეუპოვრობის, თუმცა ვეთანხმები ანას იმას, რომ არ დაგჭირვებოდეს რა ეს შეუპოვრობა და რაღაცა რკინის ქალამნების ჩაცმა. ძლიერის სქესი კი ხარ. ძლიერის სქესი ნამდვილად ძალიან ვიხარია, რომ ყვევ. გილოცავთ მოკლედ ჩვენო ძვირფასო ქალბატონებო კიდევ ერთხელ. ტკბილად მინდა რომ იცხოვრონ, ძალიან ტკბილად. ტკბილ ქვეყანასთან ერთად სიცხოვრებენ, ტკბილად დარწმუნებული ვარ. ჩვენი ლამაზი და მშვენიერი ქალბატონები და რამე სათქმელი ხომ არ დაგვრჩა კიდე ჩვენი ტელემაყურებლისთვის. აბა გაგიმარჯოთ. გაგვიმარჯოს. ცუდი. აბა გაგვიმარჯოს და გაგვიმარჯოს. ხვალამდე. ანა გილოცო. მე. მადლობა. ხოლმე გასაჯობებისთვის და ჩვენს კომპანიებს ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა საჯობებისთვის ნამდვილად. ყვავილების თაიგურებისთვის კიდე ძალიან დიდი მადლობა. ყვავილების თაიგული მე არ მაქვს ძვირფასო ტელემაყურებელს და ანას აქვს მაგრამ იცუცუნა შენს გასაგონად იცუცუნა. კარგი, ხა ბევრი რა ვილაპარაკოთ, ხვალამდე გემშვიდობებით. ხვალამდე გემშვიდობებით.